ძნელია იმის გაგება, თუ რა არის სიყვარულის გამოხატვის სწორი გზა. სწორედ ამიტომ გვასწავლის ბიბლია სიყვარულზე ძალიან კონკრეტულად. მოდით ვნახოთ 1 კორინთელთა მე-13 თავი 4 მუხლი. სიყვარული. რა არის პირველი პირობა? სულ გრძელია სიყვარული, ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს. მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ეს ყველაფერი ჩვენში ჯერ კიდევ არ არის და არ სრულდება. ამიტომ ამიერიდან ჩვენ უნდა ვეცადოთ სიკეთისა და სიბრძნის შეძენას, რათა შევძლოთ მოთმინება. სიყვარულის პრაქტიკაში გამოყენებისთვის ყველას გვჭირდება თვითკონტროლი და შეუპოვრობა. კიდევ ერთხელ დავხედოთ 4 მუხლს. სიყვარული სულ გრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს. არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს. რა წერია შემდეგში? ადამიანის ბუნებაა პირველად გაბრაზება, როცა გვეჩქარება ან გვაღიზიანებს. თუმცა ერთმანეთთან სიყვარულით გასაერთიანებლად და სიყვარულით შეკვრისთვის. ეს სწავლებები დღეიდან უნდა გამოვიყენოთ. სიყვარული არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით. როდესაც ადამიანები სიყვარულზე ფიქრობენ, მას ყველა ნაკლოვანების ბრმად დაფარვად მიიჩნევენ. თუმცა ეს არ ვრცელდება იმაზე, რაც ბოროტებაა. ნათქვამია, რომ სიყვარული არასდროს ტკბება ბოროტებით და არ აიტანს მას. არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება, ენები იყოს, შეწყდება, ცოდნა იყოს, გაუქმდება. ბიბლია ამბობს, რომ ყველაფერი რაღაც მომენტში დასრულდება. დაწერილია, რომ წინასწარმეტყველებანი, ენები და ცოდნა შეწყდება. მაგრამ რაც შეეხება სიყვარულს, ბიბლია გვასწავლის, რომ სიყვარული სამარადჟამოა. ამ ცხოვრებიდან მომავალ ცხოვრებამდე სიყვარული სამარადჟამოა. ის არასდროს მთავრდება. ჩვენ აქამდე შევისწავლეთ სიყვარულის პრინციპები. სიყვარული სულ გრძელია, სიყვარული ქველმოქმედია. არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს. არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს. არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს. სიყვარული იმედოვნებს, რომ ყველაფერი ჭეშმარიტებით აღსრულდება. ბიბლია ასკვნის, რომ ესაა სიყვარულის გული.